არაფერს აღარ მომბობ უკვე იმ კომპანიების გადინებაზე, შემოდინებაზე, რაც რუსეთის ბაზარზე ქონდა და საერთოდ ასეთ დროს ერთი მხარე არ ზარალდება ორივე მხარე. ფაქტია ის, რომ ევროკავშირი გარდა იმისა, რომ თვითონ უზარმაზარ ფულს დებდა ამ ომში და ეს თითოეული ევროპელი მოსახლის ჯიბიდან ამოღებული ფული არის, ასევე და მიცემული, გადაცემული უკრაინას, რომელიც განწირული იყო ამ ომში დამარცხებისთვის, ასევე ის ეკონომიკური დარტყმები, რომელიც მიიღო ევროკავშირმა ამ ყველაფრიდან გამომდინარე. დაზარალდა ძალიან. ნუ ახლა არ შევალ ამ ეკონომიკურ ციფრებში, აღარ შევალ ამ ინფლაციის მაჩვენებლებში, მოსახლეობის ყიდვით უნარიანობაში და რამეში. ნუ ფაქტი არის ის, რომ აი დღეს, როდესაც უკვე გამოქვეყნდა გერმანიის არჩევნები, მართველი ძალა, რომელი მართველი ძალაც მართავდა გერმანიის ეკონომიკას და პოლიტიკას ამ ხნის მანძილზე, მიიღო კატასტროფული მაჩვენებლები და ერთ რაღაცას მინდა ძალიან მიაქციოთ ყურადღება. ესე იგი, ომის დაწყების მომენტში წამყვანი ქვეყნები, რომელიც ევროკავშირის და ზოგადად ევროპის კონტინენტზე იყო საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ეს სამი ძირითადი ღერძი, რომელიც სამი ძირითადი ღერძიც იყო რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი. და მათ შორის პლუს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი. ომის 3 წლის თავზე აი რა რეალობა არის ახლა მიღებული. ომის 3 წლის თავზე არის მიღებული რეალობა ის, რომ ბრიტანეთში 4-ჯერ შეიცვალა მთავრობა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიცვალა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გერმანიაში ახლა იცვლება პოლიტიკური კლასი. პატარა ქვეყნებზე არ მაქვს ლაპარაკი. იქ ახლა ლიტვა, ლატვია, ესტონეთში არასდროს არ შეიცვლება ისე მდგომარეობა, რომ იქ დასვამენ ვინც უნდა, რანაირადაც უნდა და ესე შემდეგ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდე არის შემორჩენილი პრეზიდენტი და მართველი პირი და ძალა, რომელიც ახდენდა ომის დაწყების მომენტში ქვეყნის მართვას, ეს იყო საფრანგეთი და სარკოზი. თუმცა აქ კიდე უარესად მოხდა ბევრ რაღაცაში მოვლენების განვითარება, ის რაც ისტორიულად არ ყოფილა 60-იანი წლების შემდეგ, როდესაც პომპიდუს მთავრობა გადადგა, რეკორდული სიხშირით მოხდა სარკოზის მთავრობის ცვლა თავის პრემიერით. და არა მარტო პრემიერით, მინისტრებით და ასე შემდეგ. ხომ გახსოვთ ეს, ამაზე გქონდა საუბარი არაერთხელ და ერთადერთი თვითონ პრეზიდენტი იქნა შემორჩენილი. უბრალოდ მას ჯერჯერობით იმპიჩმენტი არ მოუწყვიათ, თუმცა მთავრობები რამდენჯერმე ჩამოიშალა. ნუ რუსეთი, როგორც ხედავთ, ამ მხრივაც მდგრადი აღმოჩნდა პუტინის რეჟიმი. როგორც იყო პუტინი ომის დაწყების მომენტში თავისი მთავრობით, თუმცა იქ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ეს არ ყოფილა გადაყენება მთლიანი მთავრობის, ამ პოლიტიკის შეცვლა, ანასენს, ამ მხრივაც მდგრადი აღმოჩნდა. ამ მხრივაც. ახლა დასავლეთის მეორე ბანაკი. ბანაკი, რომელიც არის შეერთებული შტატები. რომელიც ომის დაწყების მომენტში აბსოლუტურად სხვა ადმინისტრაციით და სხვა მხედველობით და სხვა დამოკიდებულებით იყო ამ კონფლიქტში და აი ახლა ომის მიმდინარე პროცესში რადიკალურად სხვა განწყობები, მთლიანად შეცვლილი ადმინისტრაცია და სხვა ყველაფერი. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მისი პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელსაც ეს ქვეყანა მთელი მისი არსებობის მანძილზე აწარმოებს,